Покупки золота, как вот мы можем по этому делу, как с Георгиевой делали, договориться? Вам это там, в Грузии надо или... Да, в Грузии нам надо. ვის ჩამოაქვს ოქროს ზოდები ქართული ოცნების ელიტისთვის? დღეს ვიყიდეთ 100 მილიონის ოქრო. აღმოჩენილია სავარაუდო სქემა კადიროვის ხალხის თანამონაწილეობით. პირადად აგროვებთ ამ ზოდებს ბატონ გიორგი. კი, ვაგროვებ სახში მაგრამ გავსებული. სადაბანდებს ფულს სანქციების რისკის ქვეშ მყოფი ხალხი ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან. ოქროთი ვაჭრობით დაინტერესდით ბატონ გიორგი. პასუხა გაანებია. კაცი კადიროველების ჯგუფიდან. Вы друг Георгий Барвенашвили, да, из Грузии? Да. როგორ იქცა ოცნების deputatების მეგობრად ადამიანი, რომელიც საჯარო წყაროების თანახმად კადიროვის მოლარეა. Вы помните, да, с Кахаев встречались в Эскаладзе? Да, я помню Скалаца, да. Хорошо. Вы там были, да? Да. ბესლან კარიმოვი, შეცვლილი სახელით დირეს ემრე, საქართველოს საზღვარს კვეთს თურქული პასპორტით. ეს კაცი გეცნობათ ბატონ კახა? ბესლან კარიმოვით იცნობთ ამ კაცს თუ ამ ყალბი სახელით და გვარი? ჩვენ დავსვით კითხვა, აჩუქა თუ არა ოცნების დეპუტატმა რეზიდენცია კადიროველს თავის სათამბჯენში. კადიროვის ახლობელ კაცს რატომ აჩუქეთ? ბინა შეგიძლიათ გითხრათ? სკანდალური დოსიეს მქონე კაცს შაბათის ეთერმა მიაგნო. Я просто боюсь по телефону такие вещи говорить. Хорошо. რა სხვება კარიმოვი იმ დროს, როდესაც გონია, რომ ოცნების დეპუტატის მეგობარს ელაპარაკება, რომელსაც ოქროზოდების ჩამოტანა უნდა საქართველოში. Когда вы собираетесь у нас приехать еще? Я после 15 планирую. Июня? И да. კითხვები, პასუხები, ვერსიები 8 საათზე. თორნიკე, როგორ მოგაგნეს პოლიციამ? პოლიციაში ნაწამებ ხალხს ნოტარიული ხელწერილები დააწერინეს, რომ პოლიციელებთან პრეტენზიები აღარ აქვთ. როდის გამოიკითხეთ თქვენ? Вообще ვკითხულობ მაგ საქმეზე. პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადისტური წესებით ხალხის წამებისთვის დაკავებულების ვინაობა ხალხს დაუმალა, მაგრამ შაბათის გუნდმა ყველა დაადგინა. ვისი ბრძანება იყო რომ ეს ვიდეო გადაეღოთ? პოლიციის უფროსის ვინ დაავალა? ბექა კუხალაშვილი 23 წლის ეს ის არის გამეტებით რომ ურტყამს ახალგაზრდას. ელოდებით რომ რამდენიმე თვეში გამოვა ის უკვე თავისუფლებაზე მიიღო მსგავსი პირობა. ირაკლი კაციტაძე, პოლიციელი, რომელიც სისტემამ ბოლომდე შეინარჩუნა. ეს ის არის ნაცემების ტირილით რომ ერთობა. ბატონო მაია, ვის დავალებას ასრულებდა თქვენი სიძე? სასაქმე მოძებნა როგორც ემა ადამიანი. მიხელ ჯინჭარაძე, პოლიციელი განსაკუთრებული სისასტიკით. ეს ის არის ტერორის ქვეშ მყოფ ახალგაზრდას კუნფუსილეთებით რომ უსწორდება. 4 წლის განმავლობაში გაუშველი იყო ადამიანი. წარბძანდეთ ახლავე წარბძანდეთ. 4 წელი პოლიციაში სასტიკი დანაშაულის შემდეგ დაკავებული პოლიციელების ოჯახები მიანიშნებენ, რომ დავალებები შეფებისგან მოდიოდა. ვისი დავალებით იღებდა? ხელმძღვანელობა ავალებდა მას პირადად, რომ ძალადობის დავალებებთან მიხაროდა შეყავდი განძაგარაია. სადისტური წესებით ცემა, რატომ აწერინებენ მსხვერპლებს ხელწერილებს და ხომ არ ვნახავთ თავისუფლებაზე ხალხს, რომლის დანაშაულსაც სისტემა წლები მალავდა. ერთი მანქანის დაწვა სახლის წინ, მეორე მანქანის დაწვა შუა დედაქალაქში. აფეთქებული და დამწვარი მანქანები. ფაქტია, ცემის, ჩასაფრების, წართმევის, ბიზნესის აღხევის. თავდასხმა და სასიკვდილო ცემა. ტიკეტება კარები გამოვარდებიან. ენეგვიანები და უმოწყალო ცემა. ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენი რეკეტზე ალაპარაკდა. როგორ წაგართვან ბიზნესი, როგორ გაგაჩუმონ და როგორ გაგანადგურონ. კაცი, რომლის მშენებარე კორპუსებში ძბინებს ხალხი უშედეგოდ ელოდება, ამბობს, რომ ბიზნესის წართმების რეიდერული შეტევის მსხვერპლია. სად დავარ, სად ცხოვრობ, რა ხდება? როგორ გაიყიდა მშენებარე კორპუსში ერთი ბინა სამჯერ და რა დგას გაჩერებული მშენებლობების უკან. აქ არის უამრავი ადამიანის და უამრავი ოჯახის ჩამოქცევა. ოცნების სტაჟიანი კომაგი, რომელსაც ღიად ლაპარაკის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს. თქვენ ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენი იყავით? რა მარტო მთელი ოჯახი ესე ვარ.
გაკულაკებას ნიშნავს. ეს არის სუფთა ბოლშევიკური კანონი. ექსპოპრიაცია კობახიძის ხელმოწერილი ბრძანებებით ხალხს ქონებას ერთი მეორის მიყოლებით ათმობინებენ. ბობოლებს აინტერესებთ ეგ რომ მე 5 მაგათ და 10 მაგათ გადაყიდო. მიწები, სახლები, ბიზნესის კუთვნილი ტერიტორია. რომს გადამიარონ მაინც არ გავყიდი. ოცნების ხელისუფლება ხალხს ეუბნება რომ რაც მათი იყო, მათი აღარ იქნება. ქონებების ჩამორთმევის ამბავზე რო გვიპასუხოთ. ხალხს საკუთრებებს რომ მართლად არ არსებული პროექტებისთვის. მესაკუთრების მტკიცებით მათ ემუქრებიან, რომ თუნებით არ დათმობენ, ქონებას წაართმევენ. რჩებით ქონების გარეშე. ნახეთ რით ხსნის მთავრობა ხალხის ქონების დასაკუთრების მოთხოვნას. ხდება სამართლიანი საბაზრო ფასში. კარგი, $22 ჩვენთვის სამართლიანი საბაზრო ფასია. ართმევენ არა მარტო მიწებს, არამედ უნგრევენ სახლებსაც. ბიუჯეტით უნდა იყიდოთ და დააყოლონ ჩვენი ქონება. რა ქვია ამას? სად უნდა იპოვოს ამ ქვეყანაში მოქალაქემ სამართალი? $22 შეგიძლიათ მაყიდინოთ მიწის ნაკვეთი რუსთავში ბატონო ირაკლი? ვილაპარაკოთ ამ თემაზე 8 საათზე.